სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძესამოწმებს სპეციალისტების მიერ კონტროლდება რეალიზაციის პირობები, ასევე ხდება რძის ლაბორატორიული გამოკვლევა 24 მაჩვენებელზე, მათ შორის ანტიბიოტიკების, აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელიოზის, ტყუის განსაზღვრა და სხვა. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებებით ინფიცირების რისკი მაღალია. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი, როგორც რძის გადამამუშავებელ საწარმოებში, ასევე საცალო ვაჭრობის ობიექტებში, მათ შორის ხდება მუდმივად ნედლი რძის ნიმუშების აღება და კვლევა ლაბორატორიად აფლატოქსინ M1-ის შემცველობაზე და გარდა ამისა კიდე სხვა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენებისა და ქიმიური კონტამინანტების ნარჩენების კვლევაზე. ნედლი რძის ნიმუშების აღება ხდება როგორც რძის შემგროვებელი პუნქტებიდან, ასევე რძის გადამამუშავებელი საწარმოებიდან, როდესაც ის ნედლი რძე წარმოადგენს ნედლეულს რძის ნაწარმის წარმოებისთვის, ამავე დროს ხდება ბაზარზე განთავსებული სასმელი პასტერიზებული რძის ნიმუშების აღება და კვლევა აფლატოქსინ M1-ზე. ჩვენი რჩევა იქნებოდა მომხმარებლისთვის, რომ რძე შეიძინოს ორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, ვინაიდან სწორედ აქ ხდება ისეთი რძე, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ხდება გამოკვლეულია და ამავე დროს თვითონ რძის წარმოების პროცესიც გაკონტროლებულია სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში და მომხმარებელი დაცულია და აქვს გარანტია, რომ შეიძენს რძეს, რომელიც მიღებულია ჯანმრთელი ცხოველისგან და რომელიც მის ჯანმრთელობას, მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუდგება.